რომ იგი იყო უაღრესად სასარგებლო, ამიტომ ჩვენ რამდენიმე თუნებას მომცემთ შვიცარზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს კიდევ დავიდეთ პანელის მეორე ნაწილს. მე ძალიან კმაყოფილი ვარ ამბასადორიალის მესამე დღით, ჩვენ ძალიან ნაყოფიერად ვიმუშავეთ, 4 პანელი ჩატარდა, აქედან 3 საქართველოს ხელისუფლების, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ხოლო მე-4 არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან. არასამთავრობო სექტორთან ეს არის უკვე მეორედ ჩატარებული შეხვედრა, შარშან შემოვიტანეთ ჩვენ ეს სიახლე ამბასადორიალზე, ხოლო ექსპერტები წელს პირველად ყავდა მოპატიჟებული. დისკუსია ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ამ ტრადიციას ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ. ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ყველა იმ ქვეყნის ელჩთან, რომელთანაც გვიწევს ჩასვლა. ჩვენ როგორც მოგეხსენებათ, ვახორციელებთ სხვადასხვა პროექტებს, როგორც სპორტულს, ასევე ახალგაზრდულს, ასევე უშუალოდ კავშირში ვართ საგარეო უწყებასთან, ამიტომ ჩვენ წარმოვადგინეთ ის პროექტები, რომელიც იყო განხორციელებული შარშან, უნდა განხორციელდეს წელს და გეგმავთ განვახორციელოთ მომავალში. ამიტომ ეს ურთიერთობა აუცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაღრმავოთ. და ვფიქრობ ძალიან საინტერესო მოხსენებები იყო ყველა იმ უწყებისა, რომელმაც თავისი პრეზენტაციები გამოაყენა და ის ინტერესი, რომელიც გამოიჩინეს ელჩებმა ჩვენი სამინისტროს მუშაობის მიმართ. ჩვენ ვისაუბრეთ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, მედია გარემოზე, ვისაუბრე მე პირადად სასამართლო ხელისუფლების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, მათ შორის იმ კონკრეტულ საკითხებზე, რაც ბოლოს პარლამენტში პრეზიდენტის მიერ წარდგენილი უზენაეს სასამართლოს 2 კანდიდატის ჩაგდების შესახებ. ვისაუბრეთ ასევე გამოძიების და პროკურატურის სისტემაში არსებულ საკითხზე და სხვადასხვა შიდა პოლიტიკაში არსებულ პრობლემატიკაზე. ძალზე საინტერესო დღე იყო, როგორც ვთანეთ მესამე დღე ამბასადორიალის. საერთოდ ძალიან კარგია, როდესაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელებს ეძლევათ საშუალება წელიწადში ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს, გაცვალონ აზრები, მოისმინონ საქართველოს მთავრობის წევრებიდან ის პრიორიტეტები, რა პრიორიტეტებიც უნდა იყოს განსაზღვრელი საელჩოს დიპლომატიური წარმომადგენლობის მუშაობისთვის მომავალი წლის განმავლობაში. დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ეკონომიკურ პოტენციალზე საქართველოსი, ჩვენ დღეს ვისაუბრეთ კულტურულ ურთიერთობებზე. მიმაჩნია, რომ ასეთი შეხვედრები საელჩოს მუშაობისთვის, ელჩების მუშაობისთვის ძალზე სასარგებლოა და ინტერესით ველით ხვალინდელ დღეს, რომელზეც უკვე თემატური კიდევ ცალკე სესიები იქნება გამართული. დღეს შეხვედრები იყო, საუბარი ჰქონდა ევროინტეგრაციის საკითხებზე, მომავალ ნატოს სამიტზე, ამ ევროინტეგრაციის საერთო საკითხებთან მიმართებით, იყო კულტურულ საკითხებზე საუბარი, იყო ეკონომიკურ საკითხებზე საუბარი, რაც რა მიმართულებითაც ჩვენ ძალიან გავააქტიურებთ მუშაობა და წელს კიდევ უფრო გავააქტიურებთ მუშაობას და ესეთი შეხვედრები ყოველთვის არის სასარგებლო, დისკუსიები გვაქვს ხოლმე ერთმანეთთან და ძალიან პროდუქტიული. ძალიან მნიშვნელოვანი საერთოდ მოვლენა არის ეს ელჩების შეხვედრა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან კომუნიკაცია არის მნიშვნელოვანი, რომ ელჩებმა გაუზიარონ ერთმანეთს თავიანთი გამოცდილება და შეხედულებები. მეორე და რაც შეეხება ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის და ძალიან კარგი იყო, რომ ამბასადორიალი ასევე შეხვდა, ანუ ამბასადორიალის ფარგლებში მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ანუ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრა. მე პირადად საუბრობდი საგარეო პოლიტიკურ პრობლემებზე, მაგრამ ასევე ქვეყნის შიდა პრობლემატიკაზე იყო საუბარი, რომელზეც შესაბამისმა ექსპერტებმა წარმოადგინეს თავიანთი მოსაზრებები.